Galvadonogenია თქვენ გარკვეული წლებია მუშაობთ შაქრის კომბინატში. Როგორ დაახასიათებთ შაქრის კომბინატის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბატონ თამაზ ხელიძეს? მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ტელევიზიით მივმართო ჩემი რაიონის ხალხს და ვილაპარაკო ადამიანზე, რომელიც დღეს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია და რომელთანაც მაკავშირებს 5 წელიწად-ნახევრის სამსახურებრივი ურთიერთობა. ის წლები, რომელიც საქართველოს შაქრის კომბინატის არსებობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბატონი თამაზ ხელიძე საქართველოს შაქრის კომბინატში დირექტორად ავირჩიეთ იმ წლებში, როცა დაიწყო ქვეყნის დანგრევა, გაჩერდა მრავალი წარმოება, დაწესებულება, იყო უმუშევრობა, ეკონომიური სიდუხჭირე. მე კი ამაღაც შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი საწარმო ფეხზე დგას, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიარაღებაც კი შევძელით. ამას ჩვენი ხელმძღვანელის უდიდესი ნიჭი, უნარი და დაუღალავი შრომა დასჭირდა, რომელსაც ბატონი თამაზი არ იშურებდა არც საწარმოსთვის და არც თითოეული ჩვენთაგანისათვის. იგი მომავლის რწმენით გამშვალული მოგვიწოდებდა, რომ უნდა გვეშრომა, მოვხილებოდით ჩვენ საწარმოს, რომ ეს იქნებოდა ეროვნული საქმე და არა ის, რომ ყურადღებობით დაანგრიეს და გადააქცეს საწარმოები, რომელთა აღდგენა ახლა ძალიან ძნელია. მე მისინდობით აღჭურვილი პირი, მთელი ჩემი კოლექტივის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ შევწავართ არჩევანში, როცა ბატონი თამაზი დირექტორად ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ფართო გასახანი რაიონის გარეთ მოღვაწეობისა, მაინც არჩია თავისი რაიონი, დადგა ჩვენს გვერდის გაჭირვების წლებში და ზრუნავდა არა მარტო ჩვენი კომბინატისათვის, არამედ მთელი დავის კეთილდღეობისათვის. ბატონი თამაზი კომბინატის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს ყოველთვის წინაპლაზე აყენებდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ გაჭირვების წლებში ჩვენ არასოდეს მოკლები არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტები, რომელსაც ხშირად უფასოსაც გვერიგებდა. იგი არა მარტო ჩვენზე, არამედ მთელ სხვა სოციალურად დაუცველ ხალხსაც ბევრს ზრუნავდა. შემიძლია დავასახელო აგარი საშუალო სკოლა, რომელიც კომბინატიდან იღებდა დახმარებას როგორც ფულადის სახით, ისე პროდუქტების სახით. ჩვენგან დახმარება მიუღიათ აგრეთვე ქარელის ზოგიერთ სკოლა და საბავშვო ბაღის კოლექტივსაც. უყურადღებოდ არც სკოლილებსა და ადრეგასულ პენსიონერებს სტოვებდა ბატონი თამაზი. დახმარება გაუწია როგორც ამაჩაბლოდან, ისე აფხაზეთიდან ტოლვილებს, როგორც ფულადი, ასევე ჩვენი წარმოებული პროდუქტი. ძალიან შორს ამიყვანდა იმ ყველა სიკეთის ჩამოთვლა, რომელსაც ჩვენი თავკაცი აკეთებდა. ჩვენ კომბინატის მრავალრიცხოვანი კოლექტივი ძალიან ვწუხართ, რომ ბატონი თამაზი აღარ იქნება ჩვენი გენერალური დირექტორი, მაგრამ იმ იმედით, რომ იგი როგორც პარლამენტის წევრი, მთელი თავისი ცოდნით, გამოწვილებით, უნარი და უდიდესი ენერგიით უფრო მეც სიკეთეს მოგვიტანს ჩვენს და მთელს ჩვენს რაიონსაც. გზას ვილოცავ და მოუწოდებ ყველას, ვისაც რაიონის უკეთესი მომავალი გსურთ, ხმამისეთ პარლამენტის დეპუტატობის გამდგას ბატონ თამაზ ხელიძეს, რომლის ნომერია 7. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახლა მინდა მიმართო ბატონ გიორგის, მაგრამ სანამ მიმართავდე შეკითხვით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 313-31, თქვენთვის სასურველ შეკითხვებზე გიპასუხებ დეპუტატობის კანდიდატი ბატონი თამაზ ხელიძე. ბატონო გიორგი, თქვენ წლების მანძილზე ეწეოდით პედაგოგიურ მუშაობას. აი დღეს რამ განაპირობა ის, რომ ტელემაყურებელთა მთელ საზოგადოებასთან წინაშე წარდგეთ როგორც ბატონი თამაზის ნდობით აქტიური პირი. როგორ გითხრათ, რეალურია კითხვა, მაგრამ მე ხომ ჩემი რაიონის ცხოვრებით ცხოვრობდი. ბატონმა თამაზმა ისეთი გზები გაიარა, რომ უნდა მიყავ მასთან კონტაქტში. მაგრამ როცა ბატონმა თამაზმა მე ნდობით აქტიური პირის მოვალეობა შემოთავაზა, მე მაინც რატომღაც ეთით შევხედე ამ მოვალეობის შესრულებას. ამიტომაც გადავწყვიტე თავად მეხილა ის გზაკვალი, რომელიც მან გაიარა დღევანდლობამდე. მე ძალიან კარგად დავათვალიერე სოფელ ფცაში, ქვენად კოცაში მის მიერ აშენებული აგაბაგები, სკოლის შენობები და განსაკუთრებით გამაოცა ერთმა ფაქტმა. 5 წლის მანძილზე ქაოსსა და ბრძოლებში მოქცეული ჩემი ქვეყანა ასე რომ დაინგრა და განადგურდა და მიდროინდა შენს რაიონში თითქმის 15 საწარმოდან რომ არც ერთი აღარ მუშაობდა, სახურავებიც აღარ აქვს შერჩენილი, გამაოცა იმ გარემოებამ, რომ თვალის შინივით გაფრთხილებული და დღეს უკვე წელში გამართული ერთი ჭანჭიდიც რომ არ აკლია შაქრის კომბინატი, როგორ მოვიდა აქამდე თუ არა თამაზ ხელიძის შემართებული შრომა, თავდადებული ერთგულება ერის ამ საუკეთესო
ბრწყინვალე და ერთადერთი საწარმოსავლე. უფრო მეტიც მე ვინახულებ დაბის მოსახლეობა, გამომკითხეთ ბაღის, სკოლის პედაგოგებს და განსაკუთრებით მომაჯადოა თვითონ ქარხნის, შაქრის კომბინატის მუშების თავდაჭერილობა, მაღალმა დისციპლინარმა შრომამ და გაოცებული დარჩი მაშინ, როცა მე აშკარად დავწუნი რაოდენ დიდ წარმატებებს მიაღწია შაქრის კომბინატმა, რა დიდი ხელფასი, რა დიდი დახმარებებით, რა დიდი სოციალური დაცვით საზრდოობს ამ ქარხნის 600-მდე მუშა. მე მაშინ დავწუნდი, რომ ბატონ თამაზის წონა არა მარტო ჩვენს რაიონში, არა მარტო რესპუბლიკაში, არამედ რესპუბლიკის გარეთაც აუცილებლად იქნება ძალიან დიდი და ასეთი კაცის დობით აღჭურვილი პირობა საპატიო მოვალეობად ჩამოიტანა და არც უნდა მოგრობა არ ვიცი საპატიო მარვის დობით აღჭურვილი პირი და სრულიადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რაიონი კი არა, თითქმის რესპუბლიკაში რომ დაისვას მისი არჩევის საკითხი, მთელი რესპუბლიკა აუცილებლად დაუჭერდა ასეთ ხელმძღვანელს, ასეთ ორგანიზატორს ხარს. ბატონო გოგი, კიდევ ერთი შეკითხვა, აი რა გაცნობთ იმის გარანტიას, რომ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ბატონო თამაზხელიძე გაამართლებს თავის ამირჩევლთან დობრებს. ეს კი უბრალო კითხვა არის, ბატონო მურატ. როგორ გეყადებათ კაცმა ნახევარი გზა გაიარა ისე რომ არ ჩამოუხლავს. ერთხელაც მის საწარმო მასში არ ყოფილა. ყოველთვის წარმატებებს აღწერა. კონტაქტი აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ეს ქარხნის ქარხანა ყოველთვის ასე ყოფილიყო. დაბას ასე დიდებულად გამოეხედა ამ გაჭირების ჟამს, თელ ქარხანას. ვინც ნახევარგზას ასე გაიგებს და თავის ავტორიტეტს, თავის მის ენერგიას არ მოაკრებს, თუნდაც კომბინატს, მე ჭირა მეყარება, რომ პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატი ბატონი თამაზხელიძე სრულიად თავისუფლად გააკეთებს თავს და თავისი ხალხის, თავისი რაიონის და რაც დავია რესპუბლიკის და თვით ახლად არჩეული პრეზიდენტის ინტერესებს შეუფარდებს თავის შრომას, ერთი თვითაც არ გაიხებს უკან და პირნათად შეასრულებს და მე დამეწმუნებ პატივცემულ ტელემაყურებლებს, რომ არ შეცდებით, რომ ბატონი თამაზხელიძე ნდობას არა მარტო იმსახურებს, არამედ იმენსაც გაამართლებს, რომელსაც ჩვენ ვამყარებთ მომავალი პარლამენტის დეპუტატის მოვალეობაზე. მე მაშინია ბატონო მურატ, რომ ჩვენს მიერ დასმული მეორე კითხვა ძალიან იოლად გასაცემი პასუხია, იმიტომ რომ შევხედოთ ბატონი თამაზის გავლენას და ეჭვია მეყარება, რომ იგი აუცილებლად გააკეთოს ბრწყინვალებთან და ჩვენ სინამდვილეც არ ვინანებთ იმის გამო, თუ ბატონი თამაზი დეპუტატად მოხდება პარლამენტში. დიდი მადლობა ბატონო გოგი. თვითფასო მეგობრებო, შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 31311. გთხოვთ დაგვირეკოთ და მისცეთ შეკითხვები ბატონ თამაზ. ბატონო თამაზ, ახლა კი დიდი თქვენზეა, თქვენ გიყურებთ ქარელის რაიონი, მთლიანად ქალაქი. დიდი მადლობა, მივესალმები თვითფას ტელემაყურებლებს, ჩვენი რაიონის ამომრჩევლებს და პირველ რიგში მინდა სიგეთე, მშვიდობა და ბედნიერება უსურვო. ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ ბატონო მურატო ჩვენ დაგეხმარეთ ტელევიზიას რაღაცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს გამოცვლაზე მაინც ფულს ვახდენებ, თუ ეს დაპრომდა ყოველისათვის კანონის მიხედვით ასეა. დიდი მადლობა. ეხლა მე მინდა პატივცემულ ამომრჩევლებს მიმართო რამოდენიმე ჩემი მოსაზრებით. პირველი, ჩვენ უკვე მესამე წელს საშუალება დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების. პირველი ორი ვიცით როგორი არჩევნები იყო, ვიცით როგორი პარლამენტი იყო, ვიცით როგორი უზენაესი საბჭო იყო. თუმცა მე ძალიან შორსა ვარ იმას ვისაგან, რომ ან ერთი ან მეორე ვაკრიტიკოთ. ერთმას და მეორემას ცოტა თუ ბევრად როგორც შესძლეს, ისე შეასრულეს თავისი მოვალეობა ქვეყნისა და ერის წინაშე. მაინც მე ვფიქრობ, რომ ალბათ აუცილებელია ტელემაყურებელმა და ამომრჩეველმა იცოდეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ეს არის უბრალოდ იმ რაიონის სახე, რომელი რაიონიდან იგი წარიგზავნება, აირჩევა. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რაიონის ამომრჩევლებისადმი, რომ სწორად აწონონ და ისე მისცენ თმა მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც არჩეული უნდა იქნეს ქარელის რაიონიდან, რომ ქარელის რაიონის სახე სრულად წარმოადგინოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გამოცდილება საკმაოდ მიღებული გვაქვს
და თუ ეხლა შეცდომა დავუშვით არჩევნებში, მე არ მაქვს ხელოვნებაში მარტო რა თქმა უნდა დეპუტატების არჩევა, მე მაქვს პრეზიდენტის არჩევნებზე უფრო გამოკვეთილია აზრი, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მსოფლიო პოლიტიკოსი ბატონი ედვარდ შევარდნაძე სახელმწიფოს სათავეში და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევნები ერთსვლოვანი უნდა იყოს, რათა ქვეყანა ამ კრიზისიდან, როგორც უკვე მისი ნიშნები არის უკვე იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია დაიწყო, ქვეყანაში შენების გზა დაიწყო და გრევა ასე თუ ისე მაინც შეჭერდა, მე ვფიქრობ, ამას უკვე მეორე აზრი ალბათ არ უნდა გქონდეს, რომ ერთსულოვნად უნდა ავირჩიოთ ბატონი ედვარდ შევარდნაძე. ამის უბნება სისის მაძლევს, რომ მე წინა არჩევნებში გახდით ბატონი ედვარდის დობით აღჭურვილი პირი და მაშინ ხმების 97% მიიღო წელს, ალბათ ძალიან არ უნდა ჩამოვწევთ იმ მაჩვენებელს, რომელიც წინა არჩევნებში იყო. მე ალბათ მაინც ვფიქრობ, რომ ეხლა აქ რაიონის მოსახლეობას გამოვიდეთ და ველაპარაკო იმას, რომ აი ამას გავაკეთებ, გზებს აგიშენებთ, ხიდებს აგიშენებთ, ხოლმე აყვავებული ცხოვრება გექნებათ და ულამაზეს გარემოში ცხოვრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი თუმცა გარემო ისედაც ლამაზი და ულამაზესი გვაქვს, მაგრამ მაინც ქვეყნის ეკონომიკა ასაშენებელი, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ ერთხელ გასაუმჯობესებელი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ასადგენი და ეს საკითხები ზუსტად მესახება, რომ სახელმწიფოს მეთაურთან იმ შემთხვევაში უფრო სწორად პრეზიდენტთან ერთობლივი მუშაობით პარლამენტმა და ღირსეულმა პრეზიდენტმა და ღირსეულმა პარლამენტმა ქვეყანაში აი ზუსტად ეს საკითხები უნდა მოაგვაროს და ზუსტად ამ საკითხებზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა დღეს ასე განვითარებული ხალხი ხვალ იქნებ უფრო უკეთესად ცხოვრობდეს. ეს არ არის ისეთი ნათქვამი, რომელსაც რომელშიც რეალობა არ იყოს. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის თუნდაცის საკითხი, აგერ სულ რამოდენიმე დღის წინათ, რომ გადაწყვიტა ნავთობის მაგისტრალის გაყვანა საქართველოზე. ეს ალბათ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის არის, ქვეყნის სხვა მთლიანობის აღდგენისათვის არის და ამიტომ იძლევა ყველა ის წინაპირობა იმის საშუალებაზე, იმის გარანტიას, რომ ჩვენ ხვალინდელი დღე აუცილებლად უკეთესი გვექნება. გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწორ არჩევანს გავაკეთებთ. მე ვთხოვ კიდევ ერთხელ ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენი რაიონის ამომრჩევლებს, რომ 5 ნოემბერს ჩვენ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და მე ვთხოვთ, რომ ერთსულოვანი ვიყვეთ არჩევნების ჩატარებაში. ყველა უნდა მივიდეს პუნქტთან და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება 5 ნოემბრის არჩევნებში. აი ეს მოკლედ რაც მე მინდოდა მეთქვა ტელემაყურებლებისთვის, მაგრამ ერთი მაინც რამდენადაც მე ვსარგებლობ დღეს ტელევიზიით და გუშინ ქარავის კულტურის სახლში თქვენ ესწრებოდით ხოლმე არა? იქ რაღაცა 100-თა სხვადასხვაობა გამოიწვია და მაინც მინდა 2-3 სიტყვით შევეხო გუშინ და შეხვედრას. ქალბატონმა რომელმაც პირველი შეკითხვა დამისვა, მე უსმენდი, კიდევ მეორე შეკითხვა უნდა დამოეცა, იმასაც უსმენდი და მე დარბაზიდან იყო ესეთი, რომ თუ შეკითხვა გაქვს, შეკითხვა მიეცით, თუ გამოსვლა გინდათ, სიტყვა გინდათ, მოგზავნით ტრიბუნასთან და ბრძანეთ. როგორ შევატყე მე უпроსტად ის შეკითხვა დარბაზიდან კი არ მოდიოდა, ის შეკითხვა ტრიბუნიდან უფრო მოდიოდა, ამიტომ ჩავთვალე მიზანს შეუწონდათ დაპროგრამებული შეკითხვა, რომელიც რაღაცის ავტორიტეტზე და ვიღაცის ავტორიტეტზე უნდა მოქმედა, რომ არ გამეცა პასუხი და მეორე შეკითხვას კიდევ. მე ხალხი გეუბნებით, არაერთი კრედიტი, არაფერი თამის ხელმძეს არ მიუღია და მე ღმერთის წინაშე, ერის წინაშე წმინდა და მართალი კაცი ვარ, იმიტომ რომ ეს თავის მართლება კი არ არის, ბატონო მურადო. ეს არის აი გუშინდელ კითხვაზე შეიძლება პასუხი. თუმცა დღესაც უკვე მე რატო გითხარით ზეგან, რომ დღესაც ჩვენ მეგობრები მეუბნებიან, იცით თქვენ მეორე შეკითხვაზე ისეთი პასუხი უნდა გაგეცათ იმ ქალბატონისთვის, ჩვენ ხო ვიცით რომ თქვენი მისთვის რა გაკეთებული, რატო გემგურებიან და რა არის. უბრალოდ არც ეხლა არ ვთვლი, უბრალოდ მინდა მინიშნება გავაკეთო ისეთი რომ ყველა მიცოდეს რომ რატომ არის ეს ეხლა, როცა მისი მეუღლე დეპუტატობის კანდიდატია და უნდა დაინტერესებული იმით რომ რაღაცნაირად შენ
საავტორიტეტს აალნოს და თუ კი ის ამ სასურველ შედეგს მიაღწევს. მე აბსოლუტურად სურვილი მქონდა რომ გამეცან მეორე შეკითხვისთვისაც პასუხი, მაგრამ თვითონ არ მომწეს ჩემ კითხვებმა იმის საშუალება რომ პასუხი გამეცან. ამიტომ თქვენ უყურეთ გუშინ რომ რეგლამენტი იყო და ცოტა 5 წუთი ჰქონდა მოცემული. მე კიდევაც ვუთხარი ჩემს გამოსვლას და ვიცოდი რომ დარბაზში რაც იქნებოდა ზოგიერთისგან რომ ის სცენარი ისეთი მოეწყობოდა, ამიტომ ვიფიქრე რომ აი წუთ ნახევარს ჩემს გამოსვლას მოვამბობებ, დანარჩენს 3 წუთ ნახევარს დარბაზს დაუთმობდი. თუმცა თქვენ ნახეთ ეხლა თუ იქ ვისმეს უნდოდა რომ და კიდევ მჭორებს აღწერებენ რომ თამას ხელიძე მიქ დარბაზი დატოვა და გაეცა შეკითხვა, სულაც არ არის ეს. მე უბრალოდ გამოვედი დარბაზიდან და იქვე ვიდექი უბრალოდ. გამოვედი და ნახევარზე მეტი დარბაზი გამოვედი. თუ ეს ასე არ არის, აი ნახეთ და რა ვჭერო, თქვენ ესწრებოდით იმას. ამიტომ შეკითხვებს კი არ გავეკეციდან. უბრალოდ არ ჩავთვალე მე უпростоრად პასუხის გაცემისთვის, თორემ ნახონ ნებისმიერ ორგანოს შეუძლია შეისწავლოს შაქრის კომბინატის მისვლის დღიდან ჩვენი მუშაობა და იცით ასე რომ ძარცვავდეთ ჩვენ ქვეყანას. მე მაინც სხვანაირად მინდა მივუდგე იცით საკითხი. მე როცა კომბინატში დირექტორად მივედი 3.100.000 მონეტის მაშინდელი საბჭოთა მონეტების ზარალი ჰქონდა კომბინატს და 11 მილიონი დავალება ჰქონდა. წელიწად ნახევარში გასწორდა დავალიანებას და პირველივე წელს მოგებით დამთავრდა. თუ ასე ძარცველი გასდა თან კიდევ დღესაც. აი დღესაც. ნახოთ ერთი გადავხედოთ იმ ოპონენტების განმგზავრებას და ჩვენსაც რომ როგორ მუშაობს ზოგი რაიონის ხელმძღვანელიც იყო ზოგი რაღაცა რაიონის ეკონომიკას შევხედოთ როგორი იყო და ის მე ალბათ ნათელი გამოვა უფრო ნათელი იქნება ვინ რა აკეთა ქვეყნისა და ერისათვის. ბატონო თამაზმა ბოდიში გასვადგენ საუბარს მოდის უსახელო ასე ვთქვათ ანონიმური შეკითხვები ეს გასაგებიც ალბათ დემაგოგიას ესეთი შეკითხვა ხშირად გამოდის პირდაპირ ეთერში რომ დენი გქონდეს ხარეს. ეს ალბათ უფრო სურვილია კიდევ. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი ახლა მე ალბათ ხშირად ვერ გამოვალ ტელევიზიიდან და თუ კი მომწევ საშუალებას ახლა როგორც დეპუტატობის კანდიდატი მე როგორც მოქალაქეს თუ კი სურვილი ექნება ხშირად გამოვალ. რა შეხედულების ბრძანდებით ფასიანი მკურნალობისა და ფასიანი სწავლენ ბაზარგონი ესეთერია ვერტიკული კარგად. ეხლა მე მქონდა შეხვედრა რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლებთან და იქ ზუსტად დამისვეს ესეთი შეკითხვა და ერთ-ერთ სკოლაში კიდევ. ნუ აი დღევანდელ პირობებში ეხლა ადამიანმა როგორ შეიძლება რომ ხარი დაუჭიროს ფასიან სწავლებას და ფასიან მკურნალობას. როცა დღეს მინიმალური ხელფასით იჩიტება მოგეცემათ 3 ლარი და 5 ლარი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. დღეს ალბათ ეს მიუღებელია. როგორ იქნება თქვენი კონტაქტი რაიონის მშრომელებთან დეპუტატად არჩევის შემთხვევაში? მე ალბათ კითხვას მაინც გავცემდი, მაგრამ მაინც მივანიშნებდი. ისე გიხევენ ძვირფას ამომრჩევლებს ჩემს პლაკატებს იმაში, მაგრამ იქ ბოლოში წერია დაიაგებიდებს და თუ გნება წაგიკითხავთ ისე დროს წაგვართოს, მაგრამ მაინც ავიღო. ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში დეპუტატის მოვალეობის შესრულება მესახება განსაკუთრებით ჩემს ამომრჩეველებთან სისტემატური კონტაქტის განხორციელების, მათგან რჩევების მიღების, მათი ინიციატივისა და წინადადების განხორციელების გზით მშობლიური ქარელის რაიონის მოსახლეობის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის, ამ განმტკიცების ამაღლებისათვის დაუღალავი ბრძოლით. აი ეს არის სამკითხვის პასუხი. მე ვჩქარო ცოტა რომ დრო მემორი რამდენი დაფშა კიდევ ვინ მიაჩნია სერიოზულ კონკურენტად. ცოტა უხერხული კვალიტეტი ჩემი გასაგებია, მაგრამ მე მიაჩნია სერიოზულ კონკურენტად ის, ვინც ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს და ხალხი რომელშიც დარწმუნებულია, რომ ის ამ რაიონს გამოუდგება და ქვეყანას. აი ესეთი პიროვნება მიმაჩნია ჩემს კონკურენტად. კერძოდ ვერ დავასახელებ. და აი როგორ შეიძლება ეს პროგნოზის გაკეთება, რომელსაც მე მაგალითად საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენ, რომ პარლამენტში შეიძლება მოხდეს, უფრო შეიძლება სხვა გზებით სხვა რამეს მიაღწიოს, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ ხალხი ბრძელია და სწორ არჩევანს გააკეთებს. ხომ არ გასცემდით პასუხს იმ კითხვაზე, რომელიც გუშინ მოხდეს ქარელის კულტურის სახლში შეხვედრის დროს. მე მგონი ამ კითხვას უკვე დავეცი პასუხი და ალბათ აღარ ვთვლი საჭიროდ. რას გააკეთებთ ქარელის რაიონისათვის დეპუტატად არჩევის შემთხვევაში? ესეთი კითხვაა, ბატონო და ძირფას ამომრჩევლებ, ალბათ ამომრჩევლების რა თქმა უნდა, რომ წაიკითხეთ
ნებისმიერი პროგრამა დეპუტატობის კანდიდატთა, მათ შორის ჩემიც. რომ რას გავაკეთებთ? ალბათ ყველა პირდება ყველაფერს კარგს, ხვალიდანვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ $65 განპასებს, მაგრამ ესე არა, ალბათ ჩვენი დაუყარების შრომით, რაიონის ავტორიტეტის ამაღლებით და რაიონში ის ძველი ტრადიციების აღდგენა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამას აუცილებლად უნდა მივახციოთ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ივნისის პასუხი. ვინ შეისწირა შაქრის კომბინატი? იცით, მე არ ვიცი ეხლა, ესეც ალბათ ეს შეკითხვა ალბათ სასურველი იყო, რომ ვინ მისვამს ამ შეკითხვას, მე ვცოდნოდა და გუშინაც იყო. აი, ქაბატური ჟენი არის ჩვენი კომბინატის აქციონერი. ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი. ამიტომ ალბათ სწორი იქნება, კომბინატი შეისწირა კოლექტივმა. და საკონტროლო პაკეტი სხვასთან ერთად აგარაში მაცხოვრებელმა ამ წუთში ერთ-ერთი ძლიერმა ბიზნესმენმა ირჩევდა, რომელიც აქ დაბადებული და გაზრდილი კაცია. ეხლა ვიძახ არც კი მინდა, ეხლა რას უკავშირებენ მის შესწირებას, მაგრამ ჩვენ აი ქაბატონჟელია გქონდა ესეთი და თქვენც იცით, რომ ჩვენ მაშინ არ გქონდა კომბინატის შესწირვის საშუალება არც ეხლა, იმიტომ რომ აი როგორც ფასიანის სწავლებაზე ვლაპარაკობთ წეგან რომ მანამდის ხალხი ესე სოციალურად დაუცველია და ეკონომიურად უჭირს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაგას ვერ შევძლებდით, მაგრამ პიროვნება რომელიც გამოინახა და გითხრა, როცა შეძლებენ თითოეული მუშა თუ თითოეული ადამიანი, ჩვენ ამ ნაწილ აქციებს და მაშინ არ ბოდიშით აქციებს თავის ფაში ნომინალით მივყიდით ისო მუშას შეწოდებულ რაც ეხება. ამიტომ შაქრის კომბინატი ეხლა სააქციო საზოგადოებრივი და აქციონერების ხელშია. და მე ნაწილი აუქციონზე გაიყიდა და ესეც ალბათ იქნება ცნობილი. კიდევ არის მე ალბათ ერთი წუთი დამრჩა რა შეკითხვებისათვის. დაბრუნდაშვილი ირაკლი, ნუ ეს ჩემი მეგობარი კაცია და ალბათ კან შეკითხვას დამისვენებს. პერსპექტივაში თუ არის კომბინატიდან კუბიდან შემოიტანოთ ნახევარ ფაბრიკატები შაქრის კომბინატში. დიახ, ბატონო ირაკლი, არის პერსპექტივა. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ბიზნეს გეგმა, რომელიც წარდგენილია გერმანიაში. ეხლა ის კონკურსში მონაწილეობს და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონმა სოსუბაიაშვილმა ამერიკი ორი კვირის წინათ მითხრა, ბრძოლის უნარიანია თქვენი ბიზნეს გეგმა და ჩვენ გავემარჯვებთ, რომ კრედიტი მივიღოთ გერმანიიდან. ხოლო ეს კრედიტი, იცით, ცოტა სხვანაირად ესმის ხასნა. თუ კრედიტი არ მივიღეთ, ჩვენი $5 მილიონი მაინც ჭირდება ერთი პარტია ნედლეულის შემოწმებას. მე ვფიქრობ, დეკემბერ-იანვარში კომბინატი იმპორტულ ნედლეულს არა, უпростоრად იანვარ-თებერვალში კომბინატი იმპორტულ ნედლეულს გადაამუშავებს. გულიკიანი ელა. ბატონო და თქვენი არჩევის შემთხვევაში გვექნება თუ არა სკოლაში გათხოვება. ამ გათხოვების შესახებ მე მაინც მინდა იცით ასე გითხრათ. ეს ალბათ ქარელის სკოლას ეხება რა. ჩემი არჩევის შემთხვევაში კი არა გათხოვება ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს მიმდინარე წელს. ამის ინიციატორი მე არა ვარ, ამის ინიციატორი ბატონი გიგი გაგრიძია და ალბათ უფრო კარგად ისგახსენებთ ამ კითხვაზე, მაგრამ რაც შემდეგ დამოკიდებული იქნება ალბათ თავდაუზრუნავთ ვიზუალურ ფაქტსაკითხების მოგვარებისათვის. თუ გახარელის მოსახლეობისათვის რაიმე გაკეთებული. მე თავიდანვე ტელემაყურებელს ვუთხარი, რომ ალბათ იმის ჩამოთვლა, რაც გამიგეთებია, ჩემთვის ცოტა უხერხული იქნება, იცით, მაგრამ რა გითხრათ ეხლა ხარელისთვისაც და საქართველოსთვისაც მთლიანად მე მგონი საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, საკმაოდ ბევრი რა შემთხვევაში, იცით, რომ აი იმ პერიოდში, როცა ეკონომიკა საშინლოდ დინგრებოდა, ჩვენი კომბინატი იმას აღწევდა, რა თქმა უნდა, იმ კოლექტივის ერთსულოვნებით, რომ ეკონომიკა ჩვენ ასე თუ ისე გამართული ჰქონდა. ამიტომ აი თუნდაც ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ომის დროს დაბა დამერწმუნებიან ის მედიცინის მუშაკები, რომლებიც ჩვენთან კომბინატში იყვნენ. ერთ დღეს ვერც კი მოასწრეს სისხლის აღება ომში დაჭრილებისათვის, თქვენ ალბათ გავდოჟეთ თქვენც აიღეთ სისხლი და მე პირველი რომ ჭურჭელიც არ აქვს უბრალოდ სისხლის აღებისათვის საჭიროა. ერთსულოვნებით და სხვადასხვა საკითხები კიდევ ბევრია, რაც ვერ ჩამოვთვლი ალბათ ყველას, თუ კონკრეტული ინტერესი იქნება, მაშინ შეგვიძლია ეს ბუღალტრულად გამოვიღოთ რა დახმარება და როგორც გაკეთებული. ისე საკმაოდ არის შეგვიძლია. რაც გვეთქონდა გაზის შესახებ.
ეს შეკითხვა საინტერესოა, რა დაუდგა დღევანდელი გამოსვლისათვის დენის შესყიდვა, ესე იგი შუქის ჩართვა და ტელევიზიით გამოსვლა. ტელევიზიით გამოსვლა და თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება, მე მგონი რომ 1-5 გარკვეული საქმე, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ ეხლა ისეთ შეცდომებს არ დავუშვებ, ეს ვიღაცა საინტერესებს და იმისთვის ჩვენ ყველაფერი დოკუმენტალურად გადარჩენილ და რა თქმა უნდა შანტაჟისთვის მაგის საშუალება ჩვენ არავის არ ვიცი, ჭკუა ყოფნის მაგნეტი, რომ ყველაფერი ალბათ უნდა ითქვან თუ დაინტერესდება ამის შემთხვევაში მოგდანდეს თქვენთან და თქვენ გაეცეთ პასუხი. მე არ მახსოვს იცით ჩემი ფონდის თავმჯდომარემ და ბუღალტერმა გადაარიცხა ეს ფული და ვერ გეტყვით ზუსტად რამდენია. ჩარიცხული შუქის ჩართვაზე კი გეტყვით რომ თუ კი არ გაგიზიანდება ამ შეკითხვის პატრონის, თუ კი ამდენს მივახცევთ რომ შუქი ჩვენ ყოველ გამოსვლებმა ქარელში 21 კაცია და თუ გამოვა თუ 27 დაჩათო თუ ყველა გამოვა და ყოველ შემთხვევაში თვითონ ჩაარდოინებს და დაახლოებით ორ კვირას არა, მაგრამ ამ დღეს თუ ცოტა ადრე დაწყებული ყოველთვის გამოსვლა უფრო კარგი იქნებოდა. მაშინ შუქი ეგნებოდა ქარელებს. რაც გვეტყოდა გაზის შესახებ. იცით, გუშინაც დამისვეს ეს შეკითხვა კულტურის სახლში და იქნებ ამაზეც არც ამ კითხვას გავეცი მე პასუხი, იმიტომ რომ დრო აღარ ამრჩებოდა, მაგრამ გაზის შესახებ ასეთი საკითხებია. მე დროს არ მინდა გადავა ჭარბო, მინდა ვიცოდე რამდენი წუთი მაქვს კიდევ. 4 წუთი. ჩვენ გაზიზე მუშაობდით, გაზი რომ მოვიყვანოთ ბუნებრივი გაზი შაქრის კომბინატისათვის. და ერთად ვიყავით მე და გაზკონტროლის დირექტორი ბატონი ელგუჯა გურასპაშვილი ტრანსგაზში. და იქ ასეთი აზრი იყო რომ ჩვენ ვერ ვენდობით რაიონულ გაზის სამმართველოს იმდენად რამდენადაც ფიქრობთ რომ მოსახლეობიდან ფული არ აიკრიბება დახარჯული გაზისა, მაგრამ მე ესეთი აზრი შემოგთავაზა თვითონ ელგუჯა გურასპაშვილმა, რომ იქნებ შაქრის კომბინატი გააფორმებდა ხელშეკრულებას ტრანსგაზთან, ჩვენ ვიქნებოდით გარანტი იმისა, რომ მოსახლეობა ამ ფულს გადაიხდი და მოხმარებული გაზის შესახებ დახარჯული გაზის თანხას და ჩვენთან გაასწორებდა მერუქიანი ტანგარისწორება მოხდებოდა შაქრის კომბინატთან. ამაზე რა თქმა უნდა თქვით, მაგრამ იცით, ბევრმა აი ჩართეთ გაზი პირველად და ეს არ შეიძლება ეხლა ჩვენ გაზს მაინც ასე თუ ისე თუ რესპუბლიკაში გაზი იყო, მაინც გვექნება გაზი, მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ. რას გააკეთებდა ქარლის ახალგაზრდობისათვის? მე არ ვიცი ამ კითხვას მინისტრს თუ სპორტის მოყვარულია ან კიდევ მუშაობს რაიონში სპორტულ საზოგადოებაში, რომელიც მაშინ იცი უნდა ნახოს ჯერ რა გავაკეთე ახალგაზრდობისათვის. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ამ კითხვაზე პასუხი, ახალგაზრდობა თლად მიტოვებულია და შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ უბრალოდ იმასაც რომ ჩვენ შეჯიბრებას ვატარებთ ფეხბურთში, ჭიდაობაში, თვითონ კომბინატში და მანამდეც კიდევ იმთან სოფელსაში მთა მოვანგრიეთ და სპორტული მოედანი გავაკეთეთ, ამრაშენში და კულტურის ცენტრის ვაშენებდი სოფელსაში და 98 წელს მოვასწარეთ იქ სხვადასხვა მშენებლობის დამთავრება, მაგრამ ვერ მოვასწარეთ სპორტული კომპლექსის წლიანი დამთავრება. ძალიან ბევრს გავაკეთებ ახალგაზრდობისთვის, ყოველ შემთხვევაში ერთგულად ვიქნები მათ გვერდზე და მე მესმის ახალგაზრდობის პრობლემა. ახალგაზრდობის პრობლემა ყოველთვის იყო და მათ გვერდში დგომა უნდა, მათ დახმარება უნდა. და თუ კი ვინმე აი სპორტის და გნებავთ სხვა საკითხებში ახალგაზრდობა ჩემთან მოსულა, ალბათ დახმარების ხელი ეხლა არ ვლაპარაკობ 2 თვის და 3 თვის, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც მე ხელმძღვანელად ვმუშაობ, ალბათ ამას ვაკეთებდი ყოველთვის დახმარებული ახალგაზრდობას. შეკითხვები უამრავია, ჩვენი საერთო დრო ეს შეკითხვა. ჩვენი საერთო დრო ამოიწურა და ის გარკვეული პერიოდი, რომელიც საჭირო იყო. თუ არის რაიმე ისეთი შეკითხვა, თხოვთ რომ მოგვაწოდო. მაშინ თუ შეკითხვა მანამდე შეკითხვას ბატონურად, მანამდე შეკითხვას კიდე მოიტანეთ, მაშინ მე ერთ ასეთ თუმცა მომასწორო რა მოვასწრე. კიდევ არის ორი იმუშავებდით თუ არა გავგებლად. მე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე რამოდენიმე შეხვედრაზე. თუ რაიონის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მე გამგებელი უნდა ვიყო, იმ შემთხვევაში ვიქნები. თუ არა დანიშნით მე, უბრალოდ არ გამიგოს ვინმე რომ მე უბრალოდ მე მომხრე ვარ რაიონში გამგებლის არჩევნების.
ამიტომ თუ კი მოსახლეობიდან მხარდამჭერს და სურვილი ექნებათ, მე დავხვდები სხვადასხვის ბატონო გოგის რაიონის საავტოფუში ეს შეკითხვაც არა, იქნებ ჯობდა აქო, მაგრამ თუ კი ეს ალბათ უახლოეს პერიოდში იქნება, თუ კი რაიონის მოსახლეობა მხარდამჭერს და ითქვის, რომ ეს კაცი ჩვენი ხელმძღვანელი უნდა იყოს და ჩვენი წინამძღოლი, მე ამ დროს არც მაშინ არ გავექცევ. ეს დროანდებობისათვის ეს თქვა მოხდებოდა იმაში, ამ სულისათვის. მაგრამ ინსტანტი რამბობ. არა, ეხლა რაზეა იცით ლაპარაკი. ეს გუშინაც იყო იქ შეკითხვები, ეხლა ეს ცოტა მე არ ვიცი ეხლა ვის შეკითხვა შეიძლება ჩვენი მეკობრისაც შეიძლება, მაგრამ ნუ შეკითხვა და პასუხი უნდა დავწერთ. ნუ ალბათ მე დასკვნებს მაინც ეხლა კიდე ცოტა ადრე მქონდა გაკეთებული, იმისა რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნისა, მე მჯერა რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და 5 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის სიბრძნეს. თან ამაში წვდომატავარ დასწრებული რატომ კაც ბატონო მურად რომ 17 ნოემბერს აუცილებლად მოძებნიან და შემოხაზავენ. უმრავლესობა ის რაოდენობა, რომელიც ჩემი დეპუტატ არჩევნისათვის საჭირო იქნება. მე უმრავლესობას მოვხდი პატრიოტულ ტელემაყურებლებს ასეთი კარგი შეკითხვებისათვის, ცოტა მძარე შეკითხვებიც იყო, მაგრამ მაინც მე მაყოფილება. დიდი მადლობა. ჩვენ სამწუხაროდ ტელე სტუდიას დაგვჭირა რომ ჩვენი რაიონის მოსახლეობა ამომრჩევლები აუცილებლად სწორდასხმას გააკეთებენ ბატონ თამაშს. უბრალოდ ცოტა და იმედი არ მოუშალოთ ჩვენ ხალხს და გამარჯვება. ძირფას ტელემაყურებლებო, დემფიდობებით პირდაპირ ეთერიდან და შეგახსენებთ დღესასწაული რა გქონდა ჩვენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთან ბატონ თამაზ თხელიძესთან, მისი საარჩევნო ნომერია საარჩევნო ბიულეტენში 7. სწორია. მადლობა.